სოფო გამარჯობა, სოფო ვერძეული, სამართალმცოდნე, იურისტი გახლავთ ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა შენი დროისთვის. უნდა გთხოვო, რომ ვისაუბროთ ისეთ თემაზე, როგორიც არის გასულ კვირას მიღებული შესწორებები, ცვლილებები კანონმდებლობაში, გამკაცრება მთელი რიგი მუხლების, როგორ აისახება, რას ნიშნავს პირველ რიგში, რომ აუხსნათ მაყურებელს და მსმენელს, ვინც ამას ნახავს. ხო, ძალიან ცალსახაა, რომ შეკრება მანიფესტაციების უფლებით სარგებლობა რთულდება ამ ცვლილებებით. პრინციპში ბოლო თვეებში რასაც ხედავთ, პოლიციას არც კანონის გარეშე არ უჭირდა საკუთარი რაღაც უფლებამოსილების განხორციელება ისე, როგორც მას ჰქონდა სურვილი და ინტერესი, მაგრამ ეხლა ძალიან ცხადად ჩანს, რომ კიდევ უფრო გაუმარტივდა საქმე და პრინციპში ამ ცვლილებებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საპოლიციო და რეპრესიული აპარატი მნიშვნელოვანწილად ძლიერდება. მიზნები კანონის ცვლილებების ცალსახაა, ჩემი აზრით, ერთის მხრივ რაღაცნაირად სურვილი ამ პოლიტიკური ჯგუფის არის, რომ ასეთი ცვლილებებით პროტესტის მონაწილეების, ან პოტენციური მონაწილეების ქცევა შეცვალოს და იმდენად დაამძიმოს სამართლებრივი გარემო, რომ ამას ჰქონდეს სუსხავი ეფექტი, რასაც ეძახიან პროტესტის მონაწილეებზე. ერთის მხრივ იმ ხალხმა, რომელიც მუდმივად მონაწილეობს ამ პროტესტში და წინააღმდეგობის პროცესში, ხელი აიღოს ამაზე და უარი თქვას. და მეორეს მხრივ, ახლა ჩვენ გვესმის, რომ არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ არ აიდენტიფიცირებს თავის თავს შეიძლება ამ პროტესტთან და მათაც არ გაუჩნდეთ სურვილი აქტიური მონაწილეობის ამ პრევენციაც არის. პრევენცია და ხო, აი სუსხავი ეფექტის ძალა, რასაც ეძახიან ზუსტად ასეთ ცვლილებებს, ხო, აი ანტისაპროტესტო კანონმდებლობა თუ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ტერმინი, რომელიც სხვა ქვეყნებსაც მიუღიათ და რომლის მიზანიც ერთ-ერთი სწორედ ეს არის ხოლმე, რომ აი ეს ქცევის ცვლილება განაპირობოს, ხო, იმდენად მძიმე იყოს მოსალოდნელი პასუხისმგებლობა, რომ ამან გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე. გავიდე თუ არ გავიდე აქციაზე, გამოვხატო თუ არ გამოვხატო განსხვავებული აზრი. დავაიდენტიფიცირო თუ არა ჩემი თავი აი ამ პროტესტთან და წინააღმდეგობის მოძრაობასთან, ხო? და ბუნებრივია ხა, როცა ძალიან მძიმე ეკონომიკურ გავლენაზეა ლაპარაკი, ათასობით ლარი არის სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯარიმა. ამას აქვს ეს ეფექტი, გვინდა თუ არ გვინდა, ძალიან მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში, რომელშიც ვცხოვრობთ, სრულიად შეუსაბამოა ჩვენი შემოსავლები იმ ჯარიმებთან, რომლის გადახდაც არაერთ ადამიანს უწევს და თან ძალიან გამარტივდა ამ ჯარიმების გამოწერა, ეგეც შეგვიძლია ვახსენოთ და ავხსნათ, თუ კი აქამდე სამართალდარღვევებისთვის სასამართლო პროცესები უნდა ჩატარებულიყო და სასამართლოს უნდა განეხილა საქმეები. გარკვეული ტიპის სამართალდარღვევებზე ეს შეიცვალა და ეხლა უბრალოდ მარტივად პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოწერს სამართალდარღვევის ოკს, გაუგზავნის ადამიანს და მე ამ ადამიანს თვითონ შეუძლია დაიწყოს სამართლებრივი დავა, თუ კი არ ეთანხმება. ანუ პროცესი შებრუნდა. თუ კი მანამდე პოლიციელს უწევდა და სამინისტროს უწევდა ოქმის გამოწერა, ამის სასამართლოში გაგზავნა, მტკიცებულებების სასამართლოში გაგზავნა, პროცესი უნდა ჩატარებულიყო სასამართლოში. ხო, ეხლა ეს ფორმალური იყო თუ არაფორმალური იყო, ვენდობოდით თუ არ ვენდობოდით ამ სასამართლო პროცესს, ამას რესურსი ჭირდებოდა. ერთის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროსი, მეორეს მხრივ სასამართლოსი, ხო? ეს რესურსიც და ბოლო პერიოდში ჩანდა, რომ ეს რესურსიც რაღაც კუთხით ამოწურვადია და რეპრესიული აპარატიც არ არის შეუზღუდავი რესურსის. ეს რესურსის საკითხიც მარტივად გადაჭრეს. ახლა აღარ დაჭირდება სასამართლო პროცესები მთელ რიგ სამართალდარღვევებს და ჩვენ შეგვიძლია შემდეგ ვასაჩივროთ, თუ კი არ დავეთანხმებით, ხო? ხო, აი ამ ანტისაპროტესტო კანონმდებლობის ლოგიკის ნაწილია ერთის მხრივ მთელი რიგი ახალი სამართალდარღვევები, რაც გაჩნდა, აქ მაგალითად საჯარო მოხელის ან პოლიციელისადმი შეურაცხყოფელი გადაკიდება, ხო, ან მის საქმიანობასთან დაკავშირებით შეურაცხყოფის მიყენება, რას ნიშნავს და როგორ განიმარტება, არავინ არ იცის. აი ამ ტიპის ახალი ნებისმიერი ინტერპრეტაცია შეგვიძლია. ნებისმიერი ინტერპრეტაცია შეიძლება, აი რა ვიცი, ხა პოლიციელს რომელიც ხედავ რომ ურტყამს აქცეულ ადამიანს და უთხრა რომ მოძალადე ხარო, შეიძლება ეს შეურაცხყოფად ჩაითვალოს, ხო, რომ შეურაცხყოფას აყენებ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელს და ეს იყოს სამართალდარღვევა, ხო? ისევე როგორც მთელი რიგი ტექნიკური შეზღუდვები აქციების ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგალითად, შეიზღუდა დახურულ სივრცეში მანიფესტაციის გამართვა წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე. ხო, ეხლა შენობის მესაკუთრე შეიძლება იყოს კერძო პირი, კომპანია, მაგრამ შეიძლება იყოს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული საკუთრებაც, ხო? მაგალითად, უნივერსიტეტები, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტები ან სხვა დაწესებულებები, კულტურის ან თეატრის შენობები, ხო? სადაც ჩვენ ეხლა ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ პროტესტს ხედავთ. ასეთ დახურულ სივრცეებში პროტესტი აიკრძალა, თუ კი წინასწარ არ იღებს წერილობით ნებართვას მესაკუთრის მხრიდან. გამკაცრდა ქუჩასთან დაკავშირებით პროტესტი. აი მაგალითად, ჩვენ ისედაც აკრძალული იყო
მაგალითად გარკვეული სივრცეების ბლოკირება, მაგალითად შენობის შესასვლელის ბლოკირება, ყველა ვიცით რომ აკრძალულია, ისე უნდა ჩაატარო манифестация, რომ შესვლა და გამოსვლა შენობიდან იყოს შესაძლებელი, მაგრამ ამას დაემატა მთელი რიგი ჩამონათვალი. აი მაგალითად აიკრძალა გვირაბების, ხიდების ბლოკირება, კონკრეტული სატრანსპორტო კვანძების ბლოკირება, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ტრანსპორტის მოძრაობა და რას ნიშნავს ახლა ეს მნიშვნელოვნად შეაფერხება? მაგალითად, გმირთა მოედანი ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია თბილისისთვის, ხო? რომელიც აფერხებს, რა თქმა უნდა, ტრანსპორტის მოძრაობას თუ იქ იკეტება აქციის გამო მოძრაობა. აი მაგალითად შეიძლება თუ არა ეს მოექცეს ამ შეზღუდვაში და თან თავარი არის რომ ადამიანების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. ზღვა ხალხი რომ გამოვიდეს გმირთა მოედანზე პირობითად ან რომელიმე სხვა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი რომ დაიკავოს ზღვა ხალხმა, მაინც აკრძალულია იქ აქციის ჩატარება, ხო? ისევ როგორც ხიდებზე, გვირაბებში და ასე შემდეგ. მთელი რიგი ტექნიკური დაბრკოლებები შემოდის, რომელზე ფიქრიც უწევს უკვე აქციის ორგანიზატორსაც და მონაწილესაც, ხო? აი ბეწვის ხიდზე უნდა გაიარო, რომ კანონის ფარგლებში დარჩე და მიიღო პროტესტში მონაწილეობა. ამიტომ ვამბობ, რომ მთელი ეს ახალი სამართალდარღვევები, პასუხისმგებლობების გამკაცრება, ჯარიმების გაზრდა, 60 დღემდე პატიმრობის გაზრდა, რაც მე ამაზე შეგვიძლია კიდე თალკე ვისაუბროთ, ეს რა ტენდენცია არის ერთგვარად ყველა პოლიტიკური რეჟიმის აუცილებლად მათ შორის წარსულზეც. ხო, საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის მიზანი ის არის, რომ ფასი გაზარდოს ადამიანისთვის პროტესტში მონაწილეობის და კიდევ უფრო შორს მიმავალ პერსპექტივაში ეს ზრდის განსხვავებულ აზრზე ყოფნის ფასს, ხო? საერთოდ გიღირს თუ არა ამ ქვეყანაში, რომ განსხვავებული აზრი გქონდეს, ეს აზრი დააფიქსირო, არ ეთანხმებოდა იმას, ვისაც დღეს ძალაუფლება აქვს. შეიძლება რაღაც ეტაპზე ჩვენ ვიცხოვროთ ისეთ რეალობაში, როცა ეს აზრიც კრიმინალიზებული იყოს, ხო? ამ აზრის გამოხატვაც კრიმინალიზებული იყოს საჯარო სივრცეში. არა მარტო აქციის ფორმით, ზოგადად, ხო? ნუ გვაქვს ესეთი მაგალითი ჩრდილოეთში თუნდაც, ხო? კი ბატონო, ამას ვამბობ. სუფთა ფურცლის გამორვა. ეს ფასი ნელ-ნელა იზრდება. მანამდე იყო, ხო, იქ ნიღბის კეთება, აიკრძალა, მაშხალების გამოყენება, აიკრძალა და რაღაცები. ეხლა უკვე დაემატა. საბოლოო ჯამში ეს ხო შეუქცევადი პროცესია, ხო? ეს რეპრესიული და საპოლიციო აპარატი ძლიერდება. ქართული ოცნებაც ცდილობს, რომ აი ამ წნეხით პროტესტი გატეხოს და ქცევა შეცვალოს აქციის მონაწილეების და ეს მივა იქამდეც, რომ უკვე ადამიანები დაფიქრდებიან, საერთოდ გვიღირს კი, რომ აი ამ პოლიტიკურ ვითარებაში საერთოდ ვილაპარაკოთ, რაიმე განსხვავებული აზრი დავაფიქსიროთ. იქნებ საერთოდ ჩუმადყოფნა ჯობია, ან ქვეყნიდან წასვლა ჯობია, ან საერთოდ პროფესიის შეცვლა ჯობია და ასე შემდეგ. ხო, საბოლოოდ ამ ყველაფრის მიზანი ეს არის, რომ აი ეს პოლიტიკური წინააღმდეგობის პრაქტიკაც და კულტურაც და ზოგადად ეს დაშვება, რომ შეიძლება დემოკრატიულ სამყაროში აქცია კრიმინალი არ არის, ხო? ძალიან ბევრი მიღწევა, რომლითაც ჩვენ დღეს ისევ სარგებლობთ, რომ ამაზე არც ვფიქრობთ, ძალიან ბევრი უფლება ამ გზით არის მოპოვებული, ხო? პროტესტის გზით არის მოპოვებული, აქციის გზით არის მოპოვებული. მაგრამ ეხლა აი ამ პრეზუმფციის შემოტრიალებას ვხედავ მე პირადად, ხო? ეს მცდელობა არის, რომ საზოგადოების თვალში პროტესტის მიმართ შეიცვალოს განწყობა. ფართო საზოგადოებაში. აი ამიტომაც მინდა გთხოვო, რომ რამდენიმე წლის წინ დაუბრუნდეთ, ასე ვთქვათ, უკან დაუბრუნდეთ დროში, იმიტომ რომ საქართველოს უახლესი ისტორიაც მათ შორის არის პროტესტის ისტორია, ხო? და აი ამ პროტესტის ისტორიაზე იქნებ ვისაუბროთ, რა ფორმები არსებობდა, რაც ჩვენ გვახსოვს, ძალიან კარგად გვახსოვს და იქნება გავახსენოთ კიდევაც ჩვენს მაყურებელს, რა იყო როგორც ცდილობდნენ მაგალითად აი ამ პროტესტის ჩახშობას, დახშობას და ასე შემდეგ და რანაირად ხდებოდა ფორმაცია. ნამდვილად ახლა ჩვენ ვერ ავწდებით იმაზე ლაპარაკს, რომ დღევანდელი რეპრესია, რა თქმა უნდა, ნაკვები არის წარსული გამოცდილებებით და დაშენებულიც არის, ხო, იმ წარსულზე, საიდანაც მოვდივართ. ეს ახალი არ არის, რომ ყველა პოლიტიკური სისტემა და რეჟიმი თავის განსაკუთრებით ძალაუფლების ბოლო ეტაპზე, როცა პოლიტიკური უკმაყოფილება მნიშვნელოვნად იზრდებოდა, მხარდაჭერა მცირდებოდა პოლიტიკური გუნდის და უკვე სოციალური უკმაყოფილება ქუჩაში გადმოდიოდა, ყოველთვის იყენებდა ამ მეთოდს ერთის მხრივ პროტესტის ჩახშობის და მეორე მხრივ საპოლიციო ძალადობების ზრდის, ხო? ამის ბევრი მაგალითი გვახსოვს, მათ შორის წინა ხელისუფლების დროსაც ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა იყო ერთ-ერთი სწორედ ესეთი მაგალითი, როცა ესეთი მათთვის ყველაზე მძიმე პოლიტიკური ცხოვრების მძიმე ეტაპზე 90 დღეც იყო ადმინისტრაციული პატიმრობა, ხო? რაც ძალიან მძიმე შეფასებებს იწვევდა ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, იმდენად მძიმე იყო პრაქტიკულად, რომ უთანაბრდებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ხო?
83 თვე იზოლატორში არის სრულიად შეუსაბამო იმასთან, რისთვისაც გამოიყენება. ესეც რო ავხსნათ, სამართალდარღვევა აბსოლუტურად განსხვავებულია დანაშაულისგან. იმიტომ არის ცალკე კანონი და ცალკე სახელი, იმიტომ აქ რო ეს არ არის დანაშაული. დანაშაული რო იყოს, იქნებოდა სისხლის სამართლის კოდექსში და საერთოდ სხვა პროცედურები და სხვა გარანტიები ექნებოდა მათ შორის ასეთ საქმეებს, ხო? ეს არის გაცილებით მნიშვნელოვანი ინტენსივობის ქმედება, რომელიც არ არის ასეთი საფრთხის შემცველი საზოგადოების უსაფრთხოებისთვის, ხო? თავისი არსით და არ არის ასეთი გაკიცხადი, როგორც დანაშაული, მაგრამ პროტესტის ეს ანტისაპროტესტო კანონმდებლობის ლოგიკა ზუსტად ის არის, რომ იმდენად დაამძიმოს პროტესტის მარეგულირებელი ნორმები, რომ გაუთანაბროს პრაქტიკულად სისხლის სამართლის კანონმდებლობას და სასჯელებს. ხო, ეს გააკეთა წინა ხელისუფლებამაც, როცა გაუჭირდა და როცა თბილისში თვეები გრძელდებოდა პროტესტი, მაშინ ბევრი ცვლილება შევიდა შეკრება მანიფესტაციების კანონში და სამართალდარღვევაში. ქალაქი ერთხელ გახსოვთ რაღაცა კოლონებით მანქანების ცვლილობა გახდა სამართალდარღვევა, იმიტომ რომ ესეც გამოიყენებოდა ერთ-ერთ სოლიდარობის გამოხატვის ფორმად, ხო? ან მარშირება რაღაც ესეთი ავტოტრანსპორტით და ასე შემდეგ, კონსტრუქციების განლაგება და ასე შემდეგ. ამიტომ ეს რაღაცა ნამდვილად არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, საპოლიციო რეპრესიაც და ამ ტიპის რეპრესიული კანონმდებლობაც, საიდანაც თავის დაღწევაც გვინდოდა. ყოველ შემთხვევაში ეგ იყო, რასაც საზოგადოებამ ხმა მისცა 2012 წელს, ხო, ზუსტად ის, რომ ერთ პოლიტიკურ ძალას არ შეეძლოს თავისი ნებასურვილის მიხედვით დაწეროს კანონი, აღასრულოს კანონი, მოირგოს ქვეყანა და არ დაუშვას, რომ ვინმე შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს, სხვანაირად წარმოედგინოს ამ ქვეყნის მომავალი და ამ ქვეყნის არსებობა. რაც თავისთავად არ არის დანაშაული. ჩვენ შეიძლება ყველა სხვადასხვანაირად წარმოგვედგინოს ამ ქვეყნის მომავალი და გქონდეს განსხვავებული აზრი ამაზე, ვიკამათოთ, საჯარო სივრცეში დავაფიქსიროთ ეს, ხო? მაგრამ აი ეს არის ახლა მცდელობა, რომ ეს გახდეს, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს, რომ იქნებ არც არის ნორმალური, რომ განსხვავებული აზრი ჰქონდეს და იქნებ ყველამ ერთნაირად უნდა ვიფიქროთ და იქნებ სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელია ქუჩის პროტესტი. ხო, დღეს ხო აი ამის ქვეშ იფარება ყველაფერი, ხო? ხა პოლიციაზეც როცა ვხედავთ აი ამ ტიპის ძალადობას ქუჩაში, კი გვინახავს ძალადობა, ხო? წინა წლებშიც გვინახავს და მაგის მეტი რა გვინახავს საპოლიციო ძალადობის მეტი, მაგრამ მაინც როგორ თვალში გვხვდება ეს პირდაპირი ხმის გამაძლიერებელში რო აგინებს პოლიციელი მოქალაქეს, ხო, როგორი ამოვარდნა არის ყველაფრიდან, ხო, აი ესეთი ძალადობის ძალიან მძიმე ფაქტები, რომელსაც პირდაპირ ეთერში ხედავთ და ალბათ ყველას ვამბობთ კითხვას, რომ რანაირად შეიძლება ესეთ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ის პოლიციელებიც ჩვენ გვერდზე ცხოვრობენ, ხო? როგორ ხდება სოციალური ქსოვილის ამდენად რღვევა, რომ აი ეს ვერ შევაკავეთ ამ ტიპის ძალადობა. მაგრამ მე ალბათ ვიაზრებთ იმასაც, რომ ქართული ოცნების აი ეს ძალიან კარგად ორგანიზებული პროპაგანდა იმის შესახებ, რომ დღეს ქუჩაში ქვეყნის მტრები დგანან და ის რომ ეს გარედან დაფინანსებული სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელი რაღაცა პროტესტია, ეს პოლიციელების გასაგონადაც კეთდება, ხო? და ეს პოლიციელები პირველ რიგში მათ გასაგონად, ხო, ეს პროპაგანდა მხოლოდ საზოგადოების ნაწილს ხوار ყვებავს საინფორმაციო არხებით, ხო? ეს ხო სისტემის შიგნითაც მუშაობს, ძალიან იერარქიული სისტემის შიგნით მით უმეტეს. სადაც არ არის წახალისებული და ვერც იქნება, ხა გასაგებია, რომ პოლიცია არ არის იმ ტიპის სტრუქტურა, სადაც იერარქია ვერ იქნება. ბუნებრივია ბრძანება, რაღაც ბრძანებაზე დაშენებული სისტემაა, თუმცა უკანონო ბრძანების შესრულება არ გათავისუფლებს პასუხისმგებლობიდან, ხო, ინდივიდუალური პოლიციელი რო ხარ. ამიტომ ეს პროპაგანდა ასეთ იერარქიულ და ვერტიკალურ სტრუქტურაში კიდევ უფრო მარტივად ჩაედინება დაბლა და ნებისმიერი რიგითი ადამიანი, რომელიც დღეს ნიღბით გამოდის ქუჩაში და ცემს ადამიანს, მშვიდობიან დემონსტრანტს, ერთის მხრივ მან იცის, რომ ამისთვის პასუხს არავინ არ მოთხოვს და ამასაც თავისი ინსტიტუციური მიზეზები აქვს რატო და მეორეს მხრივ მის განწყობაში ეს პრინციპში ბოლომდე ესეთი მოღალატეობრივი და არაეთიკური შეიძლება არ არის, იმიტომ რომ მას ეს ადამიანი დაუხატეს მტრად, სახელმწიფოს მტრად, ხო? ამიტომ აი ეს ორი ფაქტორია დღეს, რაც ჩემი აზრით ყვებავს ამ ძალადობას. ერთი ეს პროპაგანდა, რომელიც ჩასულია სახელმწიფო სტრუქტურებში და ჩაჟონა პოლიციელებამდე და მეორე მხრივ ეს სრული დაუსჯელობის მოლოდინი და ის რომ ხა არავინ პრინციპში ამაზე არასდროს პასუხს არ აგებს და სამწუხაროდ ალბათ ის გამოცდილებაც რომ ჩვენ სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში ვერასდროს წინა დანაშაულებსაც ათანადოდ ვერ უპასუხებთ. წინა რეჟიმის დანაშაულებსაც.
ხო, რა თქმა უნდა, მე არ გულისხმობ, რომ პასუხი არავის არ უგია, ვიღაცები დღემდე ციხეში სხედან, მაგრამ საზოგადოებაში ეს განცდა, რომ სამართლიანი და არაპოლიტიზირებული მართლმსაჯულების ქვეშ საზოგადოება ღირსეულ პასუხს გასცემს ძალადობას, აი ეს პრეცედენტი ვერ შევქმნით, ეს კულტურა და ეს დამოკიდებულება ვერ ჩამოყალიბდა და დღესაც შეიძლება ვიღაცას აქვს განცდა, რომ ვიღაც თუ დაუძურა მართლმსაჯულებას წლების წინ, მე რატო ვერ გავძურები და მე რატო ვერ დავუძურა. თუკი უმრავლესობა დაუძურა, ხო, ბევრი. სოფო, პროპაგანდასთან დაკავშირებით ცხადია, როგორც მუშაობს ის, მაგრამ მე მინდა ვკითხო, როგორ მოხდა ისე, რომ არანაირი სამოქალაქო ზედამხედველობა, მონიტორინგი, რაც იდეაში ჩვენი პარტნიორების დახმარებით კეთდებოდა, ან რეკომენდირებული იყო მუდამ ყველა მიმართულებით, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, მე უფრო მეტი თავდაცვაზე ვიცი, მაგრამ ნუ ცხადია, ეხლა ყველა უსაფრთხოების სექტორში შემოვალ ყველა ინსტიტუციაზე. რატომ ვერასოდეს ვერ მოხერხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო, ასე ვთქვათ, ზედამხედველობა? რო ვიხსენებ ამ ძველ დისკუსიებს ამ თემასთან დაკავშირებით, ხო, როგორი უნდა ყოფილიყო ანგარიშვალდებულების სისტემა, საზოგადოებრივი კონტროლი, საზოგადოების მონაწილეობა სახელმწიფო ინსტიტუტებში, განსაკუთრებით ეს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურს, სულ მახსენდება ეს ჩინოვნიკების და ბიუროკრატების ცოტა ღიმილნარევი დამოკიდებულება, რომ თითქოს ჩვენ ისეთ საკრალურ რაღაცას ვეხებით, საერთოდ როგორ დაუშვით, რომ შეიძლება საზოგადოებას რამე ეთქმოდეს ამ სისტემებთან დაკავშირებით და სინამდვილეში ჩვენ ვლაპარაკობთ სახელმწიფოს ერთ-ერთ სტრუქტურულ შემადგენელ ერთეულზე, რომელიც ჩვენი გადასახადებით ფინანსდება, ხალხს უნდა ემსახურებოდეს, კანონით შებოჭილია, მას ხო რაღაცა განუსაზღვრელი მანდატი და ძალაუფლება არ აქვს. მას კანონი ანიჭებს, კონსტიტუცია ანიჭებს უფლებამოსილებას, კანონი უზუსტებს ამ უფლებამოსილებას და კონკრეტული მიზნით შექმნილი სტრუქტურებია, ხო? მაგრამ ყოველთვის წლების განმავლობაში იყო ეს დამოკიდებულება, რომ ეს რაღაცა უსაფრთხოების სისტემა, რომელშიც მოვიაზროთ ახლა ამ შემთხვევაში პოლიციაც მაგალითად, ხო? არის რაღაც საკრალური, რომელსაც ჩვენ ვერ შევეხებით. ჩვენ არ გვესმის იმის შიგნით რა ხდება და პრინციპში ანგარიშვალდებულებაზე ლაპარაკი დაანგრევს ამ სისტემას და მოშლის რაღაცა უსაფრთხოების განცდას და მშვიდობის განცდას ამ ქვეყანაში. რაც იყო, რა თქმა უნდა, ტყუილი ყოველთვის, არანაირ მტკიცებულებაზე დაფუძნებული ეს დამოკიდებულება არ იყო. ეს იყო უბრალოდ თითიდან გამოწვეული არგუმენტი იმ ხალხისთვის, რომელსაც უნდოდა უბრალოდ სრული კონტროლი ქონოდა ამ ინსტიტუტებზე, ხო? სრული კონტროლი, რომელიც გამოიხატებოდა ერთის მხრივ პოლიტიზირებაში და ყოველთვის ასე იყო, წლების განმავლობაში, ყველა პოლიტიკური რეჟიმის დროს უსაფრთხოების სექტორი, უსაფრთხოების სამსახურის პოლიციაც, რომელიც ხან ერთად იყო და ხან გაყოფილიყო და ცალ-ცალკე, ყოველთვის ემსახურებოდა იმას, ვინც იყო ძალაუფლებაში. ასეთი იყო ორმხრივი დამოკიდებულება იყო ერთის მხრივ პოლიტიკური ელიტის, რომელიც ძალაუფლებას ფლობდა, რომ შენ მე მემსახურები, ჩემს ინტერესს ემსახურები, იმიტომ რომ მე ვარ სახელმწიფო, დღეს მე მაქვს ძალაუფლება და მე ვარ სახელმწიფო და შენ ჩემი პოლიტიკური უსაფრთხოება უნდა უზრუნველყო და რეალურად ეს უსაფრთხოების კონცეფცია, სახელმწიფო უსაფრთხოების დაყვანილი იყო და არის პარტიულ პოლიტიკურ უსაფრთხოებამდე, ხო? დღეს კონკრეტული და გუშინ სხვების და დღეს სხვების პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება უტოლდება უსაფრთხოებას. აბა სხვა რა არის დღეს რას ემსახურება ეს ყველაფერი, ხო? კონკრეტული პატარა ერთი პოლიტიკური ჯგუფის და იმის შიგნით კიდევ უფრო პატარა ჯგუფის უსაფრთხოებას. და აქამდეა მთელი სახელმწიფო უსაფრთხოება დაყვანილი და ასე იყო ყოველთვის, ხო? მეორეს მხრივ ეს არის რაღაცნაირი ხელის დაფარება, ხო? შენ მე მომემსახურები და შესაბამისად მე არ მოგთხოვ პასუხს იმის გამო, რასაც შენ დააშავებ. ორმხრივად მომგებიანი ვითარება, რაც წლების განმავლობაში ასე შენდებოდა ეს სისტემა, ხო? ამის გამოხატულება იყო ის, რომ ჩვენ არ გვაქვს შიდა მონიტორინგის სისტემები და გენერალური ინსპექციები, რომლებიც ამ უწყებებში იმიტომ არსებობს, რომ ისეთი გადაცდომები გამოიძიოს და ამას უპასუხოს. ყოველთვის დახურული იყო საზოგადოებისთვის. ჩვენ წლების განმავლობაში ვითხოვდით, რომ ერთი წარმომადგენელი მაინც დემოკრატიულად არჩეული საზოგადოების მხრიდან გენერალურ ინსპექციაში ყოფილიყო. რას დაანგრევდა, აი რას დააქცევდა ერთი პროფესიონალი საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერილი, დემოკრატიული წესით არჩეული ადამიანის ყოფნა მაგალითად გენერალურ ინსპექციაში, რომელიც იქნებოდა ერთის მხრივ ინფორმაციის გამომტანი, საზოგადოებრივი კონტროლის განმახორციელებელი იმაზე, როგორ მუშაობს ეს უწყება და საზოგადოების ხმის გამაჟღერებელი. ეს არასდროს არ მოხდა და ყოველთვის
იყო ამაზე არგუმენტი, რომ ეს დაანგრევს სისტემას. გარე მონიტორინგის მექანიზმები, რომელიც უამრავი ფული დაიხარჯა ევროკავშირის თუ სხვა პარტნიორების, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი ამ ორგანოებისგან მიუკერძოებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც დღეს ფორმალურად არსებობს, მაგრამ მისი არსებობა შემოიფარგლება იმით, რომ ყველა მძიმე აქციის დარბევის მეორე დღეს დადებენ ერთაბზაც, რომ დავიწყეთ გამოძიება და მოგახსენებთ შედეგებს და თვეები ისე გადის და ამ დაზიანებულ ადამიანებს ემატება ახალი დაზიანებული ადამიანები, რომ ამ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვერც ერთ საქმეზე გამოძიება ვერ დაასრულა, ხო? რატო? იმიტომ რომ ასეთი სისტემა გვაქვს, ასეთი ინსტიტუციური მოწყობა გვაქვს, რომ ხელმა ხელი უნდა დაბანოს. ხო? ეს საგამოძიებო სამსახურიც არის ამ პოლიტიკური სისტემის ნაწილი, რომელსაც არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ გამოიძიოს ეს ძალადობის შემთხვევები. მაგიტოა შექმნილი, მაგ მანდატით არის შექმნილი. ეგ დავალება აქვს მიღებული, რომ ასე უნდა მოხდეს. თორე სხვა შემთხვევაში რა არის ამაში გამოუძიებელი? პირდაპირ ეთერში გვაქვს ნანახი ძალადობა, გინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, სასწაული დამამცირებელ და რა ვიცი, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ყვებიან დაკავებულები, დაკავების შემდეგ. ეხლა ბევრი დისკუსია ხდება სოციალურ ქსელში. რა თქმა უნდა, არ მაქვს განცდა, რომ ყველა ეს ავთენტურია და მართლა რეალური ადამიანები წერენ, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ასეა, ხო? დაკავების დროს თუ გაუძალიანდი პოლიციას აბარას იზამდა, თუ შეაგინია აბარას იზამდა, ხელი თუ მოუქნია აბარას იზამდა. ჯერ ეს ერთი დაკავებას თავისი პროტოკოლი აქვს. ძალის გამოყენებას თავისი პროტოკოლი აქვს და ყველა პოლიციელს ნასწავლი უნდა ქონდეს. არ ვიცი, იციან თუ არა, მაგრამ ნასწავლი უნდა ქონდეს, როგორ ხდება მათ შორის რაღაცა ძალადობრივ სიტუაციაში ძალის გამოყენება, როგორ უნდა დააკავო ადამიანი, რომელიც შეიძლება გიძალიანდება პირობითად. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ყველაზე მძიმე იცით რა არის? დაკავების მომენტში ძალადობაზე კი არა. ადამიანები ლაპარაკობენ დაკავების შემდგომ სპეციალურ მანქანებში, რომელშიც წკამები ამოღებული იყო, ანუ წინასწარ გამზადებული იყო ადამიანების საწამებლად, ხო, ავტობუსები და მარშრუტკები. ამ მანქანებში ცემაზე და შემდეგ განყოფილებებში ცემაზე. რაც გამორიცხავს, რომ ეს იყოს ერთეული გადაცდომები. ანუ ვიღაცამ კი არ გადაამეტა უფლებამოსილებას, მოუმზადებელი რიგითი პოლიციელი კი არ იყო ქუჩაში გაშვებული, რომელმაც არ იცოდა და რაღაც ტრენინგი არ გაუვლია და იმიტომ გადაამეტა. ეს იყო ხელდასმული ძალადობა, ხო? მითითების შესაბამისი ძალადობა, სადაც გამოუშვეს სპეციალურად ისეთი დანაყოფები, რომლებიც მზად იყვნენ ამის განსახორციელებლად, გამოუშვეს სპეციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე, რომ ჩვენ შემდგომში გამოძიება ვეღარ ჩაგვეტარებინა, იმიტომ რომ არც ერთ მიღბიან გდდ-ს თანამშრომელს ან სხვა პოლიციის დანაყოფს არ უკეთია ამ ამცნობი ნიშანი. სპეციალური მარშრუტკები მიიყვანეს, სადაც წკამები წინასწარ იყო ამოღებული და განყოფილებებში ისეთ სივრცეებში ხდებოდა ეს ყველაფერი, სადაც არანაირი მონიტორინგის სისტემა არ არის და კამერები არ არის და ამას ვერავინ ვერ დააფიქსირებს, ხო? ამიტომ ამბობთ, როცა ვამბობთ, რომ ეს არის სისტემური ძალადობა, ეს ყველაფერი ვიღაცის თავში დაიგეგმა, მითითება გაიცა და ხორციელდება. და ახლა რომელი რგოლი არის ესეთი, რომელიც უღალატებს მეორეს და ამ ჯაჭვს დაარღვევს? არც ერთი, იმიტომ რომ მაშინ ხო, უკვე ისეთი კომპრომატებია შექმნილი, რომ ახლა ერთმანეთის წინააღმდეგ არც ერთი ეს რგოლი არ წავა. როგორ უნდა მოხდეს საბოლოო ჯამში აი ამ სისტემის ცვლილება და ეს მონიტორინგი როგორ უნდა განხორციელდეს? რა გვაქვს ყველაზე კარგი მაგალითი ამისი? ყველა შემთხვევაში ეს მოხდება რაღაცა ტიპის პოლიტიკური სისტემის ცვლილების შემდეგ. ამასში მხოლოდ რაღაცა კონკრეტულ რაღაცა პარტიულ ცვლილებას არ გულისხმობ. ჩვენ ვნახეთ პარტიების ცვლილება ამ ქვეყანაში, რომელმაც ეს ძალადობა არ დაასრულა სამწუხაროდ, ხო? აი ხა რასაც ხედავთ, სულ ყველას თავში გვახსენდება, აი რამდენჯერ გვინახავს ესეთი ძალადობა, ხო? სხვადასხვა ხელისუფლების დროს. სამწუხაროდ მხოლოდ პარტიული ცვლილებები ამას ვერ ასრულებს. ამას სჭირდება მთლიანად პოლიტიკური სისტემის და ძალაუფლების მოწყობის ლოგიკის ცვლილება. არ შეიძლება ძალაუფლების მოწყობა იყოს იმ ლოგიკაზე დაშვებული, რომ სახელმწიფო არის ის, ვინც არჩევნებში გაიმარჯვა. ან ვინც უმრავლესობა მიიღო არჩევნებში, ხო? ყველა და ყველაფერი სახელმწიფო. არ შეიძლება ერთ პოლიტიკურ ჯგუფს ქონდეს ყველაფერი მონოპოლიზებული, ყველა სამსახური, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. ამიტომ პირველი საკვანძო, საიდანაც ეს უნდა დაიწყოს, არის ეს პოლიტიკური სისტემის ცვლილება. როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, როგორი ინსტიტუტები გვინდა მოვაწყოთ. ამის შემდეგ უკვე ბევრი მექანიზმია, რომელზეც უამრავი ნამუშევარია და მზად არის ეს კონცეფციები, როგორ შეიძლება ეს მოეწყოს, ხო? როგორც გითხარით, ინსტიტუტების შიგნით და პირველი
რა თქმა უნდა, მსგავსი მონიტორინგი ინსტიტუტების შიგნით არსებობს, ინსტიტუტების გარეთ და საპარლამენტო კონტროლი უნდა იყოს უმთავრესი, რომელიც ჩამოშლილია წლებია ამ ქვეყანაში. პრაქტიკულად არ ვიცი, ხარისხიანი საპარლამენტო კონტროლი უსაფრთხოების სექტორზე არც გვინახავს. არც ერთ ეტაპზე ჩვენი ცხოვრების დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ალბათ, ხო? მეტად თუ ნაკლებად. ეხლა საერთოდ არ არსებობს, იმიტომ რომ უბრალოდ საპარლამენტო ცხოვრება რამდენი ხანია უკვე აღარ არსებობს ამ ქვეყანაში. საპარლამენტო კონტროლი ხარისხიანი, შიდა მონიტორინგის სისტემები და რა თქმა უნდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც არ არის ნაკვები იგივე პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, ხო, რომელსაც არ მართავს იგივე პოლიტიკური ჯგუფი. დღეს პოლიციის ხელმძღვანელს ერთი პოლიტიკური ჯგუფი ნიშნავს, მის გამომძიებელს იგივე პოლიტიკური გუნდი ნიშნავს, თავარ პროკურორს, რომელმაც ბრალი უნდა წაუყენოს, იგივე პოლიტიკური გუნდი ნიშნავს, საპარლამენტო კონტროლზე იგივე პოლიტიკური გუნდია პასუხისმგებელი. როგორ წარმოგვიდგენია ამ სისტემაში, რომ ვინმეს ბრალი წაუყენოს ან ვინმეს დანაშაული გამოიწვიოს. ამიტომ ეს სისტემაა მთლიანად შესაძლებელი, ეს ლოგიკაა შესაძლებელი ძალაუფლების ორგანიზების და არის რა თქმა უნდა რაღაცა ტიპის ტექნიკური საკითხები, მე ხა ის რომ გითედეს თანამშრომელი ამ ომცნობი ნიშნის გარეშე არ უნდა იყოს. ყველას ნიღაბი არ უნდა ეკეთოს, სად ნახეს, სად გაგონილა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გარდა სხვა საპოლიციო დანაყოფები ნიღბებით მოძრაობდნენ ქუჩაში. აბა რატომ გვაქვს ეს ჩაშლა საპოლიციო დეპარტამენტებს შორის? ხო, რა ლოგიკა არის თუ ყველა არაიდენტიფიცირებადია, თუ ყველა გასამხედროებულ რეჟიმზეა გადაყვანილი, თუ ყველას ერთი და იგივე დავალება აქვს მიღებული, ხო? ისევე როგორც ტექნიკური მონიტორინგის სისტემები არ შეიძლება ეს ხალხი გაურკვეველ მანქანებში ისხდნენ საათების განმავლობაში. განყოფილებაში გაურკვეველ სივრცეებში ყავდეს დაკავებული ადამიანი, რომელსაც არ აკონტროლებს კამერა, ხო? არ შეიძლება უნომრო მანქანები იტაცებდნენ ადამიანებს ქუჩებიდან, ან არაქართული ნომრების პოლიციის ბალანსზე არ არსებული მანქანები გამოიყენო ადამიანების დასაკავებლად და არაიდენტიფიცირებულმა პირებმა, რომელსაც არც ფორმა აცვია, არც სახელს გეუბნება, არც გვერდს გეუბნება და სიტყვა თუ შეუბრუნე, შენ ხარ დამნაშავე, იმიტომ რომ პოლიციელისთვის მიგიყენებია შეურაცხყოფა, რომელიც არ იცი რომ პოლიციელია. რაღაცნაირად აი სრულიად ამორფულ სისტემაში ვართ, სადაც ჩვენი დამცველი არავინ არ არის. არც პოლიციელი, არც პროკურორი, არც მოსამართლე, არც პარლამენტი, არც ერთი ორგანო ამ წუთას არ არის ის, ვისაც შეიძლება აი ნაცემმა ადამიანმა მიმართოს და პასუხი მიიღოს. იმიტომ რომ ესეა მოწყობილი მთლიანად ეს ინსტიტუციები ამ ლოგიკაზე. სოფო, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.